მოკლედ შევეცდებით დედაქალაქის მერიის 2016 წლის ტენდერების შეფასებას და გარდა ტენდერების შეფასებისა ჩვენ მონიტორინგის ცენტრი მედიატორი მივცემთ 5 ძირითად რჩევას დედაქალაქის მერიას თუ რითი უნდა იყვნენ დაკავებულები ნაცვლად იმისა, რაზეც აცხადებენ ტენდერებს და აფორმებენ ხელშეკრულებებს ერთბირთად მოლაპარაკების გზით და ძალიან მოკლედ ჩვენ ჩამოვთვლით მივყვებით ქრონოლოგიურად თუ როგორ დაიწყო წელი დედაქალაქის მერია. მაგალითად 40,000 ევროს ღირებულების, ანუ 104,000 ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს გერმანულ კომპანიას და დედაქალაქელებმა სარგებელი, ჭყალებში სარგებელი მივიღეთ, რომ კომპანიამ გვირჩია საცობების განმუხტვისთვის ჩვენ დავდგათ, ასე ვთქვათ, შუქნიშნები, აი ამ რჩევაში ჩვენ გადავიხადეთ ბიუჯეტიდან 104,000 ლარზე ცოტა კიდევ უფრო მეტი. ასევე მეორე ტენდერი, რომელიც უკავშირდება სცენის და აპარატურის მომსახურებობას, საერთო ჯამში იყო 3 ტენდერი და მისი ღირებულება შეადგენს 450,000 ლარზე მეტს, ანუ 500,000 ლარზე ცოტა კიდევ უფრო ნაკლებს და ეს უნდა მოხმარდეს სცენი და აპარატურის მომსახურებობას 2016 წელს. შემდეგი ტენდერი, რაც დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა, არის 20,000 ლარის ღირებულების, რომელიც გაგრძელებაა კუბოების ტენდერის. გულისხმობთ იმას, რომ ამ ტენდერში, ესე იგი ეს ტენდერი გულისხმობს გვირგვინების და თაიგულების შეძენას დედაქალაქის მერიისთვის და სარიტუალო მომსახურებობისთვის. რაც შესაბამისად ვფიქრობთ, რომ არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე თბილისელებისთვის ჯობია, რომ ცოცხალ ადამიანებზე იზრუნო. ცოცხალობილი კარტე. რა გიქნიეს შემსაკარყოფაში შუბედურო. რა პასუხმაძლევ შვილებს, შვილებს და შვილთაშვილებს. გეღურებია პატარა ხანს რა იქნებოდა. კი არა ამ ქვეყანაზე ჟუსინდისოდედა. ვინემ გარდაცვლილებზე, როგორც კუბოებით, ასევე თაიგულები და გვირგვინები. რაც შეეხება შემდეგ ტენდერს, ეხება ფეივერკებს და ეგრეთ წოდებულ ხლაპუშკებს, რომელიც 45,000 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული დედაქალაქის მერიას და ეს თანაც უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით. საინტერესოა რა ფეივერკება და რა ეხლაპუშკება დედაქალაქის მერიას, მაშინ როცა უამრავი პრობლემა აქვს და თუ რა პრობლემები აქვს და ძირითადად რა მიმართულებით უნდა იმუშაოს, ამაზე ძალიან მოკლედ გეტყვით. შემდეგი ტენდერი ეხება საკანცელერიო ნივთებს, დავარქვით ჩვენ ჭიკარტების ტენდერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭიკარტის ყიდვას აპირებს დედაქალაქის მერიას. ჯამში აქაც 3-ზე უფრო მეტი ტენდერია გამოცხადებული და 80,000 ლარს სცილდება ის თანხა, რა თანხაზე ტენდერია გამოცხადებული, რომელიც გულისხმობს შემდეგს: საშრელების, ჭიკარტების, ფლომასტერების, მარკერების, სკოჩების და მსგავსი მიმართულებით საკანცელერიო ნივთების შეძენას და აი ამისთვის 80,000 ლარზე მეტია გამოყოფილი. აქვე ძალიან მოკლედ მინდა საზოგადოებისთვის მარტივი გასაგები რომ იყოს, რატომ არის ეს თანხა ბევრი აი ამ საკანცელერიო ნივთებისთვის. დედაქალაქის მერიაში შიდა ასე ვთქვათ დოკუმენტაციის ბრუნვა მოქმედებს არა ქაღალდებით და არა მარკერებით, ფანქრებით და ფლომასტერებით დაწერებით, არამედ ელექტრონულად. შესაბამისად, როგორც ელექტრონულად მუშაობს ბაზები განცხადების მიღებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, შიდა ასე ვთქვათ დოკუმენტაციის ბრუნვაც ხდება ელექტრონულად და ამ მიმართულებით აი ამ 100,000-ობით ლარის დახარჯვა მიგვაჩნია არანორმალურად და ბოლო ასე ვთქვათ 10 გამგეობის ხელშეკრულება და თითო გამგეობის ხელშეკრულება არის საშუალოდ 4,500 ლარი. ჯამში ამ 10 გამგეობაზე ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ 45,000 ლარზე ცოტა კიდევ უფრო მეტი, რომელიც გულისხმობს გამგეობების მუშაობის PR-ს, მათი გაწეული საქმიანობის შესახებ, ასე ვთქვათ, ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებას და ამ მიმართულებითაც ჩვენ თბილისელები გადავიხდით გამგეობლების PR-ისთვის თანხას და ეს თანხა არც მეტი არც ნაკლები 45,000 ლარია. ძალიან მოკლე მათემატიკით რომ ვთქვათ, თითო სოციალურად დაუცველის ბენეფიციარის ყובה 1 ლარი და 18 თეთრი უჯდება დედაქალაქის მერიას უფალ სასადილოებში. აი ამ თანხით თუ მოვაკლებთ ესე ვთქვათ PR-ს ამ თანხას და გადავიყვანთ ასე ვთქვათ იმ ციფრებში, რა ციფრებსაც თავად გვაძლევენ, გამოდის რომ წლის განმავლობაში 104 მშიერი ადამიანის დაპყრობა შეიძლება აი ამ თანხით, რომელიც თანხა ჩვენ უნდა გადავიხადოთ PR-ისთვის, რაც მიგვაჩნია რომ არანორმალურია მარტივი მიზეზების გამო. დედაქალაქის მერიას იცედა წყავს PR-ის სამსახური, ამ მიმართულებით გამგეობაში მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, არიან შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებსაც ძალიან მარტივად შეუძლიათ აი ამ ფუნქციების შეთავსება, რაშიც 45,000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. ხა რაც შეეხება რჩევებს, მოკლედ 5 რჩევა დედაქალაქის მერიას რეალურად რითი უნდა იყვნენ დაინტერესებული და დაკავებული და არ იყვნენ აი ასე ვთქვათ აი გასართობი ღონისძიებებისთვის ტენდერების გამოცხადებით და ხელშეკრულების გაფორმებული. პირველი, რაც მათი თავარი მოვალეობა არის ინფრასტრუქტურა, ანუ საგზაო ინფრასტრუქტურას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, რომელიც ფაქტობრივად არანორმალურ მდგომარეობაშია და როგორც ძველია შესაკეთებელი, ასევე დასამატებელია, ანუ ახალი ინფრასტრუქტურაც ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ და იყვნენ დაკავებულები, ასევე ავარიული კორპუსების მიმართულება, რომელიც
მერს ქონდა წინასაარჩევნო დაპირებაში და ჯობია რომ ის დაპირების შესრულებაზე იზრუნოს, იმიტომ რომ დედაქალაქში ასეულობით ავარიული კორპუსია და საცხოვრებელი სახლები, რომელიც მისახედია და ამ მიმართულებით სამწუხაროდ 2016 წელს ბიუჯეტი შემცირებულია. მესამე რჩევა დედაქალაქის მერიას არის რომ იზრუნოს საცობების განმუხტვაზე, ფაქტობრივად სატრანსპორტო კოლაფსია დედაქალაქში და მათ ნაცვლად იმისა რომ შუქნიშნების დადგმით იყვნენ დაკავებულები, კარგი იქნება თუ იფიქრებენ მაგალითად ახალი ესტაკადების მშენებლობაზე, ახალი გვირაბების მშენებლობაზე, ახალი მაგისტრალების მშენებლობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაასრულებენ შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომელიც ფაქტობრივად 15-20%-ით განმუხტავს საცობებს დედაქალაქში. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტებს, ანუ ავტობუსებს ფაქტობრივად ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, 10 წელზე მეტია ეს ავტობუსები ემსახურებიან დედაქალაქს, მათ უმრავლესობას 1 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად მათი მოხმარება ფაქტობრივად სიცოცხლისთვისაც კი არის საშიში და ასევე სოციალურ დაუცველებისთვის, ანუ გულისხმობთ լ-18-იან დახმარებაზე შემწეობას, რომელსაც ყოველდღიურად გასცემს დედაქალაქის მერია. ძალიან მოკლედ ვიტყვით, რომ 2014 წელს უფროს სადილოში ბენეფიციართა რაოდენობა იყო 14000, ხოლო 2016 წელს მათივე ინფორმაციით არის 32000, ანუ ეს ნელ-ნელა არის მზარდი, 2014 წელს თუ იყო 14000, 2015 წელს გახდა 22000, ხოლო 2016 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 32000 ბენეფიცია, რაც კატასტროფულ მდგომარეობაში ამყოფებს დედაქალაქს და აი ეს ციფრი მიუთითებს იმაზე, რომ მერიამ უნდა იზრუნოს სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით, რომ ამ ადამიანებს ეს ადამიანები არ იყვნენ მოწყალებაზე დამოკიდებული და თავად შეძლონ ელემენტარული პირობების შექმნა თავისი ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვის. ქაღალდზე მეოცნებათად რო წავიდა, საქმეა საჭირო, საქმე! გაპარულა ნევირები.